რამაც ეს განცდა შეიძლება შეგიმსუბუქოს. არის რწმენა დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილით სავსე თითოეული ჩვენგანისთვის. მოსაყდრეს მაღალ უწმინდესო და უნეტარესო დიდი მოციქულად შეიცნარებს მასწავლებელს, მოძღვარს, მოძღვრად და მასწავლებლად მას მისივე საზღაურს მიიღებს. ანუ შეიძლება არ იყოს ადამიანებმაც ერთ-ერთმა პირველმა დაარსა მისიონერული სკოლები. ჯალალედინის შემოსევის შედეგად დაზიანდა, როდესაც დაამტკიცეს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება 1917-18 წლები პატრიარქობის ხანა შიოლაშვილზე. აი აქ მოღვაწეობდა, აქ იყო, რომ ისინი ისტორიული პროცესის თანამონაწილენი არიან. ჩვენ 50 დესობას და უნეტარესობას მართლაც დამსახურება კი მას ბევრი ქონდა, რომელთა ჩამოთვლაც ფაქტობრივად შეუძლებელია. თავის მთავარ დამსახურება ჭოთა პერიოდი 80-იანი წლები და მოხდა საოცრება, რომ ქონდა საოცარი უნარი, რომ რა სიტუაცია იყო ამ ერთოდითა წყალობითა შენითა გევედრების მინე და შეგვიწყალენ. აი დადგა წუთები ამ ქვეყნად მისი ეშტს სულ მალე მიიბარებს. და ყველა ტელეფონი გამორთეთ, ყველა კამერა გათიშეთ. Видна большая любовь людей, грузинского народа к своему патриарху. Большое почтение и то, как организованы похороны, сколько людей собралось в эти дни, чтобы проститься со Святейшим, говорят о том, что велика его роль в объединении наций, в преодолении вот этих всех трудностей, которым были наполнены прошедшие годы. Само видение процессии похоронной, оно говорит, кто такой патриарх Илья для Грузии, и его пример уважения это тоже заслуживает внимания во всех православных церквях и инославных, которые свое почтение выразили, направив
делегации. Для него каждый человек был свой, каждому человеку он старался уделить внимание, и это запечатлевалось в памяти паломников, людей, священнослужителей, которые видели с ним. И вот эти добрые связи через паломничество, через молитву на грузинской земле, они становились более тесно с другими поместными странами, церквами. Дай Бог, чтобы это продолжалось и дальше. როგორც მოგეხსენებათ, პატრიარქმა ქართველი საზოგადოების სულიერი ცხოვრების ტრანსფორმაციასა და აღდგენაში შეასრულა ძირითადი და კარდინალური როლი. იგი წარმოადგენდა არის და სამუდამოდ დარჩება საუკეთესო მაგალითი სამი ფუნდამენტური ქრისტიანული მახასიათებლისა. ეს არის სიყვარული, ეს არის თავმდაბლობა და ეს არის უშიშრობა. შესაბამისად, აქ მოსვლა და მისი სიონის გზამდე გაცილება არის ის მინიმალური ძალისხმევა, რომელიც თითოეულ ქართველს შეუძლია გაიგოს. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენმა უწმინდესმა არა მარტო ქართველებს გააერთიანა და საქართველოსთვის იყო უდიდესი ფიგურა, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. და სწორედ დღევანდელი დღეც და პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ეს რამდენიმე დღე დასტური გახდათ მისი დიდი ცხოვრების, საოცარი ღვაწლის დადასტურება. მან არა მარტო სიცოცხლეში შეძლო ერის გაერთიანება და სიყვარული, არამედ გარდაცვალების შემდეგაც მთელი საქართველო გააერთიანა.